ჩემი სახელია ლია თოდუა, მე წარმოვადგენ არასამთავრობო ორგანიზაციას სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, რომლის ერთ-ერთი პროგრამა არის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დაცვა. და ამ პროგრამის გასაშუქებლად ჩვენ გვაქვს მომხმარებელი.g ვებგვერდი, სადაც შუქდება აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. წელიწად ნახევარია ჩვენ დავიწყეთ 2011 წლის სექტემბრიდან ჩვენ დავიწყეთ რეგულარული რეაგირება მომხმარებლების საჩივრებზე სურსათის უვნებლობასთან და შემდეგ უკვე შეცდომაში შეყვანასთან დაკავშირებითაც, ანუ სურსათთან დაკავშირებით მომხმარებლების საჩივრებს ვიღებთ. გავდივართ იმ კონკრეტულ მაღაზიაში, რაც მომხმარებელმა მიგვითითა, ვყიდულობთ იმ კონკრეტულ პროდუქტს, რომელიც მომხმარებელმა მიგვითითა, მიგვაქვს რომელიმე კერძო ლაბორატორიაში, ან სახელმწიფო ლაბორატორიაში თუ ის ამას ზომავს და შედეგებს ვაქვეყნებთ. თუ აღმოჩნდა დარღვევა, უვნებლობის დარღვევა, ვატყობინებთ მეწარმეს, მაღაზიას, მწარმოებელს და აგრეთვე სურსათის ეროვნულ სააგენტოს. მთელი ასე ვთქვათ 2011 წლის სექტემბრიდან მე ვიტყოდი 2012 წლის ოქტომბრამდე ძალიან სუსტად რეაგირებდა სურსათის ეროვნული სააგენტო, ეპიზოდურად რეაგირებდა ჩვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე. ეხლა გამკაცრდა მათი რეაგირება, რასაც მივესალმებით, ყველა იმ პროდუქტს, რომელზეც ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ის მავნე იყო, ჩვენს მიერ შესყიდული, ამოწმებს ხელახლა სააგენტო, ამოწმებს შესაბამის თუ დარღვევა დადასტურდა, ამოწმებს უკვე ინსპექტირებას უტარებს მაღაზიას ან მეწარმეს, იმის მიხედვით რომლის ბრალი იყო და იმედი გვაქვს, რომ მალე გამოსწორდება. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ბოლო დროს გამოსწორება აშკარად ეტყობა, თვითონ მეწარმეებზე ეტყობა მოქმედებს ის ამბავი, რომ ეს რახან შუქდება ინტერნეტში რეგულარულად და მე მედიაც იყენებს ამ ინფორმაციას. ცდილობენ გამოასწორონ, გვაქვს კონკრეტული მაგალითები, რომ 2011 წელში დაბინძურებული იყო პროდუქტი, 2012 წლის იგივე პერიოდში უკვე სუფთა იყო. ასე რომ გვინდა მომხმარებლებს უთხრათ, რომ ალბათ თანდათან ამ გზით მივაღწევთ გამოსწორებას. თუმცა არის გლობალური და დიდი პრობლემა ის, რომ მეწარმეების სურსათის წარმოებაში, გაყიდვაში ჩართული მეწარმეების რიცხვი არის ძალიან დიდი. სადღაც 50,000 ან მეტი, ახლა ყველა შეიძლება არ იყოს რეგისტრირებული. მათი ოფიციალური მაკონტროლებელი არის სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლის კონტროლის მასშტაბები არის ძალიან მცირე, არის სასაცილოდ მცირე. ბაზარზე, ესე იგი ისინი აკეთებენ ორ რამეს, რომ ბაზარზე ესე შერჩევით, შემთხვევით პროდუქტებს ყიდულობენ და ლაბორატორიულად ამოწმებენ და ეს მასშტაბები არის მაგალითად 2011-ში შეიძინეს 516 ცალი პროდუქტი სულ წლის განმავლობაში, რაც არის აბსოლუტურად არაადეკვატური. 100-ჯერ ან 1000-ჯერ მეტი უნდა შეეძინათ და შეემოწმებინათ იმისთვის, რომ გარანტირებული ყოფილიყო, რომ მომხმარებელი რასაც ყიდულობს უნებელია. და რაც შეეხება მეწარმეთა ინსპექტირებას, აი მაგალითად 2012 წელს სადღაც 400-მდე მეწარმე შეამოწმეს სულ ამ 50,000-დან. ანუ არაადეკვატურად მცირე მასშტაბებია. თან 2011-2012-ში შემოწმებები ტარდებოდა ძირითადად წინასწარ გაფრთხილების საფუძველზე. მეწარმემ ახლა წინასწარ როცა იცის, როდის შემოვა მისთვის მასთან მაკონტროლებელი რა აზრი აქვს ასეთ შემოწმებას, მე პირად არ ვიცი. ყველგან უცხოეთში ეს არის ევროპული ნორმა. სურსათის ოპერატორთა კონტროლი უნდა იყოს როგორც წესი მოულოდნელი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, რომ ამ სურსათის მწარმოებელსაც და გამყიდველსაც ყოველთვის წესრიგში კონდეს ყველაფერი. განსაკუთრებით პრობლემა საქართველოსთვის ეტყობა არის, როგორც ჩვენი გაზომვებმა აჩვენა, ამ ეტაპზე არის ჰიგიენა. ანუ ყველა უმეტესობა დარღვევა, აბსოლუტური უმეტესობა, სადაც 95% უვნებლობის დარღვევისა იყო კოლიფორმებით დაბინძურება. ეს არის ინდიკაცია ჰიგიენის ნორმების დარღვევის. რომელ ეტაპზე აქვს საუბარია ამ პროდუქტებზე, რომელიც მხოლოდ ფილმებში მოსდევს. ჩაკიტარებია. არა, ბაზრობებზე არ ვატარებთ, ეს არის ჩვენი მიდგომა, რომ ჩვენ უნდა გქონდეს აუცილებლად იმის გამო, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ მთელ ამ ინფორმაციას, ჩვენ უნდა გქონდეს მტკიცებულება, რომ ნამდვილად ეს პროდუქტი შევიძინე. მინიმუმ ჩეკი და ზედნადები ყოველთვის გამოქვეყნებულია ჩვენი მტკიცებულება, გარდა ამისა რეფერენტული ნიმუში ინახება ჩვენთან. ამიტომ ბაზრობებზე ჩვენ ვერ ვყიდულობთ. არ ვიცით.
ძირითადად მომხმარებლის ჩვენ ვახორციელებთ შესყიდვას, ლაბორატორიაში მიტანას და შედეგების გამოქვეყნებას. ეს არის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ლაბორატორია ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ მიგვაქვს ოფიციალურად აკრედიტებულ ლაბორატორიებში. მაგრამ შესყიდვას, შემოწმებას და გამოქვეყნებას ვახორციელებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვაზე შეგვიძლია ავიღოთ დოკუმენტი, ჩეკი და ზედნადები. სხვა შემთხვევაში ქუჩაში, ბაზრობაზე, გზაზე ვერ ვყიდულობთ. ქალბატონ ლია, თქვენ რის მიხედვით არჩევთ იგივე სხვა ობიექტებს საწიკდება, აი ესა თუ ეს მომხმარებლის მითითების მომხმარებელს ყოველთვის კონკრეტულად ჩავეკითხებით ხოლმე, საიტზე შეიგიძლიათ ნახოთ, არის გაუთავებელი კითხვები, მიგვითითეთ ეს მაღაზია, ვერ ვიპოვეთ ეს მაღაზია და ასე შემდეგ. მომხმარებელი მიგვითითებს მაღაზიას და თქვენ ინიციატივით არც ერთ მარკეტში არა. შედეგები დაგირი. დღეს კი ბატონო. ესე იგი დღევანდელი შედეგები არის ის, რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ყველაზე ხშირად დარღვევები აღმოვაჩინეთ ნახევარ ფაბრიკატებში. ეს არის გაყინული პელმენები, ხინკლები, ფარში, გაყინული ფარში, ასაწონი ხორცი და ფილე, თევზის ფილე და ასე შემდეგ. ეს ჩამონათვალე თქვენ დარიგებული გაქვთ. ესე იგი, მოთხოვნა ჩვენი ძირითადად არის ის, რომ გამკაცრდეს და უფრო გაფართოვდეს კონტროლი. სხვანაირად უვნებლობა არ მიიღწევა. არ შეიძლება რაღაცა მეგობრობის თამაში სახელმწიფოს მხრიდან მეწარმესთან. თუ კონტროლი არ გამკაცრდა, უვნებლობა არ მიიღწევა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონტროლის გამკაცრება აბსოლუტურადაც არ იწვევს ფასების ზრდას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითები, კონკრეტული პროდუქტების, რომელიც გაუმჯობესდა, მაგრამ ფასი არ შეცვლილა. ესე იგი, ჰიგიენა გაუმჯობესა, თავისი ჰიგიენა მეწარმემ ან გამყიდველმა ფასზე ამას არავითარი ზემოქმედება არ მოუხდენია. ანუ თუ უბრალოდ მეწარმეს ეცოდინება, რომ ვიღაცა ამოწმებს და ყოველ მომენტში შეიძლება შეამოწმონ და რომ ჰიგიენას ყურადღება ექცევა, ისიც მიაქცევს ამ ჰიგიენას ყურადღებას და გამოსწორდება მდგომარეობა და გარანტირებულად იქნება დაცული მომხმარებელი. ჩვენ არ ვიცით ფარში მზადდება შემოტანილი ხორცისგან თუ აკაური ხორცისგან. ისევე როგორც თქვენ მიდიხართ მაღაზიაში და არ იცით რა ფარს ყიდულობთ, ჩვენ ყიდულობთ ფარს, ზედნადებში წერია ფარში. ანუ ჩვენ ვიქცევით ზუსტად ისევე როგორც მომხმარებელი. ანუ რომელი ხორცისგან დამზადდა არ ვიცი. იყო მომხმარებლებისგან მოთხოვნები უცხოურ პროდუქტებზეც, მაგრამ ძირითადად ეს იყო შეფუთული პროდუქტები, ესეთი როგორც არის მაგალითად ზეთი. თუმცა იყო გაყინულ თევზეც იყო მოთხოვნა, არ აღმოჩნდა იქ დარღვევები. ძირითადად იყო თხოვნა, რომ რადიაცია გაგვეზომა, რადიაციის ეჭვი ქონდათ, არ აღმოჩნდა დარღვევები. ზეთზე იყო ეჭვი, რომ ის არ არის ნამდვილი მზესუმზირის ზეთი, არ აღმოჩნდა დარღვევა. დარღვევები ან როგორია საშიში არის ჯანმრთელობისთვის რომ გითხრათ? დიახ, ესე იგი უვნებლობის თვალსაზრისით ძირითადი პრობლემა არის ჰიგიენა. საშიში ჯანმრთელობისთვის რა, ესე იგი კოლიბაქტერიების თვითონ კოლიბაქტერიები შეიძლება პირობითად პათოგენ ორგანიზმად ითვლება, ანუ შეიძლება არ გამოიწვიოს არავითარი დაავადება. უბრალოდ კოლიბაქტერიები არის ინდიკატორი, რომ ჰიგიენაა დარღვეული, რომ სადღაც წარმოების თუ გავრცელების ეტაპზე მოხდა ფეკალური დაბინძურება ამ პროდუქტის და რა მოყვა ამ ფეკალიებს კოლიბაქტერიის გარდა, ეს უცნობია. ანუ არ არის გარანტირებული უვნებლობა. ეს ამას ნიშნავს. თორე ეს არ ნიშნავს, რომ გარანტირებულია, რომ მოიწამლებით. ეს არ არის. მაგრამ არ არის გარანტირებული უვნებლობა. ძირითადად მიკრობიოლოგიურ შემოწმებას აწარმოებთ, ხო? უმეტესწილად მიკრობიოლოგიურს, როგორც გითხარით, თუმცა არის მონაცემები იმის შესახებ, რომ დაგირიგეთ, რომ თქვათ იგივე რადიაცია შევამოწმეთ, მძიმე მეტალები შევამოწმეთ. ძის პროდუქტებში ყველაზე მეტი იყო არა მიკრობიოლოგიური დარღვევები, სულ ერთი იყო მიკრობიოლოგიით დაბილი. ყველაზე მეტი იყო, რასაც ჩვენ ვეძახით ფალსიფიკაციას, მაგრამ კანონი არ ეძახის ფალსიფიკაციას. ანუ მოტყუილება მომხმარებლის, აი ვთქვათ, სცენარიული ცხიმის გამოყენება ძის პროდუქტებში. ასეთ რამეს საერთაშორისო სტანდარტი კრძალავს.
თუ პროდუქტში გამოყენებულია, ჩანაცვლებულია რძის ცხიმი, სხვა ცხიმით არ შეიძლება ამ პროდუქტის გაყიდვა რძის პროდუქტის დასახელებით. ჩვენთან ჩამოიარეთ მაღაზიები, რძეს აწერია მცენარეულ ცხიმს შეიცავს, მაწონს აწერია მცენარეულ ცხიმს, ხაჭო მცენარეულ ცხიმს, არაჟანი არც ერთი მათგანი არ არის რძის პროდუქტი. საერთაშორისო სტანდარტით არ შეიძლება მათი გაყიდვა რძის პროდუქტის დასახელებით. საქართველოს კანონმდებლობა ამ სტანდარტს არ ცნობს. ამიტომ დღეს ეს საქართველოში დარღვევა არ არის, ანუ ფაქტიურად მეწარმეს აქ მიცემული შესაძლებლობა რომ მოატყვილოს მომხმარებელი. ამის თაობაზე ჩვენ მივმართეთ პარლამენტს და იმედია რომ რაღაცნაირად შეიცვლება კანონმდებლობა და საერთაშორისო მოთხოვნები მაინც შემოვა საქართველოში. აი პროდუქტის ვადიანობასთან დაკავშირებით როგორ არის? რამდენად ხშირად იყიდება ვადაგასული პროდუქტები? ქონდა რამდენიმე შემთხვევა რომ ვადაგასული პროდუქტი აღმოვაჩინეთ და მივწერეთ მეწარმესაც და სოციალურ სააგენტოსაც, მაგრამ რომ გითხრათ ხშირია თქო, არ არის. მოთხოვნაც არის პრინციპში, არ არის იმდენად ხშირი მოთხოვნა რომ ვადაგასული პროდუქტის შემოწმება რო ეთხოვათ მომხმარებელს, მაგრამ რაც იყო უმეტესობა იყო თქვათ უარყოფითი პასუხი, ანუ პროდუქტი ვარგისიანი და ვადიანი აღმოჩნდა. რამდენიმე შემთხვევა იყო. სულ ეხლა ხან მქონდა ბოლოს ტრიკორეჭკი გავზომეთ დიღმის ერთ-ერთ მაღაზიაში და აღმოჩნდა ვადაგასული, თუმცა დაგვირეკა მეწარმე მეორე დღეს როგორც კი ჩვენი წერილი მივიდა და გითხრა რომ ამოიღო მთლიანად გაყიდვიდან ეს პროდუქტი და ბოდიში მოიხადა და ეს ინფორმაციაც რა თქმა უნდა გავაშუქეთ იგივე. ხდება თუ არა გადამოწმობა იგივე ამ პროდუქტებთან დაკავშირებით? არა, აღარ ლაპარაკობ. აი თქვათ ბოლო შემთხვევა ხა ტრიკორეცია რაც ახსენეთ. თუ ხდება აი რაღაც პერიოდის შემდეგ გადამოწმება იგივე პროდუქტი ჩაშებულია თუ არა ქსელში, როგორ მექანიზმი? არის ხოლმე ქონდა გადამოწმების თუ აღმოვაჩინეთ დარღვევა, გვაქვს ხოლმე გადამოწმების მცდელობებიც, მაგრამ ძალიან მცირეა. იმდენად ბლომად არის თქვათ შემოწმებაზე საჩივრები შემოსული, რომ ფიზიკურად ვეღარ ვახდეთ, იმიტომ რაოდენობრივად ადამიანები არ ვართ იმდენი, რომ მოვახერხოთ ერთიც და მეორეც. ანუ ვცდილობთ რომ კონდეს გადამოწმება და იყო ესეთი შემთხვევები და დავდეთ ინფორმაციები, რომ ზოგი გამოსწორდა და ზოგი არ გამოსწორდა, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ უბრალოდ ჩვენი მიზანი არის ის, რომ მომხმარებელი ყავდეს ინფორმირებული და მხოლოდ ამიტომ ვაკეთებთ ხოლმე იმას, რომ ხელმეორედ, ანუ მომხმარებელმა უბრალოდ იცოდეს ეს პრობლემა აღმოიფხვრა თუ არ აღმოიფხვრა თუ ისე გრძელდება. თუ გვაქვს სურსათის ეროვნული სააგენტოდან ინფორმაცია, რომ პრობლემა აღმოიფხვრა, მათ შეამოწმეს და აღარ არის დარღვევა, ხო აქ უბრალოდ ჩვენ აღარ ვამოწმებთ, ანუ იგივეს განმეორებას აზრი არ აქვს და მივდივართ თქვათ ახალ საჩივარზე. აუცილებლად ეს ინფორმაცია ყოველთვის დევს საიტზე, რომ წერილი მიდის აუცილებლად მეწარმეს. კი ბატონო, წერილებიც გვაქვს გამოქვეყნებული, ანუ დევს საიტზე, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს რა წერილი გაეგზავნა, რა შინაარსის, მეწარმეს რა წერილი გაეგზავნა, რა შინაარსის, მაგრამ არ ყოფილა არასდროს არ გამოგვიტოვებია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის არ მიგვეწოდებინა ეს ინფორმაცია. აი პროდუქტებს რა შეეხება? ანუ რძის პროდუქტებს რაც შეეხება, ეს ეხება ყველა მწარმოებელ კომპანიას, ქართულ კომპანიებს გულისხმობ. და აქედან გამოსავალი რა არის რომ ყველას მე ვერ ვიტყვი, ვიზეთ ვკითხეს ის ვიცით. გესმის რა შესაძლოა, ყველა რო ვთქვა შეიძლება ვიღაცა გამომრჩეს. რაზეც ბოლოს ჩამონათვალში არის, ბოლოს რაც შევამოწმეთ, მაგალითად მე შემიძლია გითხრათ ის 6 არაჟანი რაც შემოწმდა, ეს იყო 4-5 კომპანია, რამდენი იყო? არა, 4 კომპანიის 6 არაჟანი, რაზეც იყო მოთხოვნა მომხმარებლებისგან, ეს იყო სანტე, ვიმბილდანი, პრეზიდენტი და ეკოფუდი და სანტესი სანტინო აღმოჩნდა ნამდვილი არაჟანი და სანტეში 0% იყო რძის ცხიმი, ვიმბილდანში 90% იყო სოფლის ნობათში, მემარგოში იყო 0%, ანუ გამოდის რომ სანტე და მემარგო საერთოდ არ არის არაჟანი. ეკოფუდში 4% იყო, ანუ ძალიან და ფაქტიურად არ არის არაჟანი და პრეზიდენტში 90% იყო, ანუ არაუშავს არაჟანი. გამოსავალი არის პირველ რიგში კანონმდებლობის შეცვლა. კანონმდებლობამ როგორც კი მოსთხოვს მეწარმეებს, რომ არ დაარქვა რძის პროდუქტის დასახელება იმას, რაშიც სხვა ცხიმი ჩაამატეო, ისინი ამას დაიცავენ. დღეს კანონმდებლობა ამას არ ითხოვს, ამიტომ ფაქტიურად აქვს საშუალება მოატყვილოს მომხმარებელი და რატომაც არა. დიახ, ისმეთ თქვენ რაღაცა კითხვა გქონდა. მე მქონდა ამაზე. დიახ, პარლამენტს მიმართეთ და ეს წერილიც არის.
ეფექტური არ არის, იმიტომ რომ მასშტაბებია ძალიან მცირე. ამ რეალური შედეგს ვერ აღწევს. ცოტა ძირითადი პრობლემა არის, რომ ძალიან ცოტა პროდუქტს ამოწმებენ და ძალიან ცოტა მეწარმის ინსპექტირებას ახდენენ. უნდა იყოს 10-ჯერ მეტი მინიმუმ. და ბოლო კითხვა, მომხმარებელთა ფედერაციასთან თუ თანამშრომლობთ იგივე ამ პროდუქტის? თანამშრომლობთ, ახლა იცით რა, ამ სფეროში ჩვენ გვაწყობს, რაც შეიძლება მეტი ჩვენნაირი ორგანიზაცია იყოს და კონკურენციაც იყოს, იმიტომ რომ ეს არის ფაქტურად ჩვენი დაცვა ჯერსტი მეწარმის თავდასხმისგან და მე ვთქვათ იგივე კორუფციისგან. აზრი არ ექნება მოისყიდო ერთი არასამთავრობო თუ ასეთი არასამთავრობო ბევრია. ამიტომ ჩვენ ყველანაირად ხელს უწყობთ ასეთი ჩვენნაირი არასამთავრობოების და თქვენც მოგიწოდებთ, ეს არ არის რთული. უბრალოდ გააკეთეთ ეს, რომ ჩვენნაირი არასამთავრობოები გამრავლდეს, რაც მეტი იქნება დამოუკიდებელი შემოწმებელი ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად მივაღწევთ უვნებლობას, ყოველ შემთხვევაში სურსათის სფეროში უვნებლობას და არ მოტყვილებას მომხმარებლებს. დიდი მადლობა. კი, 5-9-დან